Სუფლებაც ფაქტიურად ფიქრობდა, რომ ივანიშვილი მარტო დააფინანსებდა, მათ არაფერს არ მოსთხოვდა. ამასობაში მას მიეცა საშუალება, რომ მოესყიდა მთელი სპექტრი. ეს არის სახელოვნებო ელიტა, ეს არის სპორტული ელიტა, ეს გახავს საპატრიარქო. გაევრცელებინა ხმები, რომ ეს არის ქველმოქმედი ლეგენდარული ფიგურა, რომელიც არაფერს არ ითხოვს, ზის იმ ჭორვილაში ეფერება პინგვინს და იმავდროულად ყველა გაჭირვებულისა და ყველა იმის დამხმარია, ბიუჯეტს არ ეხება, არავის არ აწუხებს, არავის არაფერს არ ართმევს, არადა მთელი ფული, რაც მაგის შოვა საქართველოში შეშოვა, თუ რომ მაგის შავი ფული, რაც რუსეთიდან გამოატანეს, ინტერპოლის მიერ იქნებოდა დაყადაღებული, აქ რო არ გაეტარებინა ამ ბანკების მეშვეობით, გაატარა და გადარიცხა ოფშორში ჩვეულებრივი სქემა. და შემდგომში, როდესაც ისე გაძლიერდა უკვე, რომ მე იმ ხელისუფლებას ვადაც ამოეწურა, კრახელი მოადაინეს ღართანი და მოაჯდა ქვეყანას თავზე. აი ეს, ანუ პროცესის შედეგია ბიძინა ივანიშვილი. თვითონ ბიძინას არ შეუქმნია იმ ხელისუფლებას ამოეწურა ვადა, ხო? პრინციპში ორი ვადა ამოეწურა, ხო? ორი ვადა ამოეწურა, მე მიშას უნდა გადასვლა. იმის რომ ორი საარჩევნო ვადის პრემიერ-მინისტრად კი ბატონო და შეცვალა კონსტიტუცია და ბოლოს პრემიერ-მინისტრი გახდა ის ვიზაც ფიქრობდა, რომ არასოდეს პოლიტიკაში შემოვიდა. ხო იცით პირველი რა გააკეთა ივანიშვილმა? ექსკლუზივის წესით გეტყვით, სალამ პოლიტიკაში შემოვიდოდა. და კინა მოკლა ამის გამო სააკაშვილმა მერაბიშვილი. პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა. ჯერ ხო ეხლაც არ კრეფავს სიმპათიით ვარსკვლავებს და საერთოდ არ შეიძლება მისი შეხედვა, ის რო იყო კვაზიმონდო ჰიუგოს ნაწარმოებში. აი კვაზიმონდო ბევრი კორექტული ვიყოთ ამ მე ვამბობ სხვა რაღაცას. შეემზადა ჯერ პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ სულის პლასტიკას ხო არ გაიკეთა. ეს შეიძლება სახე შეიცვალო ყველანაირად, ეს სილამაზეს დროებითია, მოდის და მიდის, მაგრამ სულია მუდმივი და ზნეობა, რომელიც ადამიანს უნდა ქონდეს შიგნით, მათ შორის პოლიტიკოს და არქნა ისეთი რამე, რომ სოფლიო სისხლის ანთოლოგიაში შეხვიდე, არ უნდა დაპირდე ადამიანებს უფასო ფული და დატოვო შიმშილი სიკვდილისათვის განწირნული მათ შორის შვილებიც, არ უნდა შეპირდე 150 ფაბრიკა ქარხანა და არ უნდა დახურო მოქმედი ფაბრიკა ქარხნები, ეგ უშვილ ვიყავი ელვამშენებელში, რომლის დახურვაც უნდა და იქ შეუშვიათ უკვე კალაზის ჯგუფი და ამ ელმავლების მაგივრად, რომლებიც სერავენ დედამიწის სამ კონტინენტს, ჩინეთიდან, ვიეტნამიდან, ფინეთამდე, ეს თბილისში დამზადებული ელმავლები გახლავთ. უნდათ გამოუშვან ის რა ქვია ტესლას ელექტრომანქანები, რომლის წარმოებასაც გვპირდებოდა, რომ ქუთაისში აწყობდნენ. ეს კალაზის მაფიამ შემოიყვანა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის გარეშე სამბები არ ხდებოდა. ანუ აი ესეთი ზნეობრივი დანაშაულობანი და უზნეობები, რაც ჩაიდინა ამ კაცმა იმისათვის, რომ ქვეყანა ჩაეგდო ხელში და მე ეწველა და ეძარცვა და ეპარცა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ რაიმე პლასტიკური ოპერაციით გაასწორო. ამიტომ მისი პლასტიკური ოპერაცია იქნება, მისი დაპატიმრება არის აუცილებელი.